საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც გაცილებით რთული გადასატანია, ვიდრე ბევრი ომი შეიძლება ასეც კი ვიმსჯელოთ. ამას არ ვაყვედრით არავის. ვიმეორებ, არავის ვაყვედრით. იმიტომ რომ ამას ვაკეთებ ჩვენი სამშობლოსთვის, ამას ვაკეთებ ჩვენი მოქალაქეებისათვის. და ეს ხდება ძალიან ძვირი იმ გაგებით, რომ რეგულარული შანტაჟის ობიექტი ხდება საქართველოს ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. მოხდა ისე, რომ ევროკავშირმა არ გახსნა ჩვენთან მოლაპარაკებები, მაინც იქნებით ამ პარტიის მხარდამჭერი. მხარდამჭერი რატომ არ ვიქნები, როდესაც საქართველოს მშვიდობა არის? ოკუპირებული არა გვაქვს ტერიტორიები? ოკუპირებული ტერიტორია ვერ არა. ანუ შიდა ქართლში ხალხი მშვიდობაში ცხოვრობს? ერთადერთი არის. ერგნეთში მშვიდობაში ცხოვრობენ? საქართველოში არის მშვიდობა. საოკუპაციო ხასთან თქვენი მოქალაქეები მშვიდობაში ცხოვრობენ? საოკუპაციო ხასთან თუ რამე არის ისეთი, გინტური მშვიდობიან ქვეყანაში მოკლეს? ანუ მშვიდობა გქონდა და გინტური ეკლესიასთან მოკლეს? ეგ უკვე არასწორი იყო რამთავარი. არ უნდა ანუ ეს მშვიდობაა თქვენთვის მაგალითად ყოველდღე რომ მოქალაქეებს იკაცებენ საოკუპაციო ხაზიდან. უკრაინაში რაც ხდება ის ყოფილიყო საქართველოში? საქართველოს ევროკავშირში რატომ უნდა გაწევრიანება? იმიტომ რომ რუსეთმა არ დაგვაშანტაჟოს, ხო მუდმივად ომით. ფიქრობთ? არის.